ნადრევი ქორწინება მისაღები არის? ნადრევ ქორწინებაში თუ თქვენ გულისხმობთ 16 წლამდე არ არის მისაღები, იმიტომ რომ ორგანიზმი არის მოუმზადებელი, აი ამ როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურად, აი იმ დიდი საპასუხისმგებლო საქმისათვის, რასაც ქვია ნადრევი ქორწინება, ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენა, მისი აღზრდა. ვფიქრობთ, ნადრევი ქორწინება მისაღებია? არის. თქვენი აზრით, ნადრევი ქორწინება მისაღებია? მისაღები არ არის, იმიტომ რომ როდესაც ნადრევად ქორწინებიან, მაშინ ეს ოჯახი მყარი არ არის. თქვენ როგორ ვფიქრობთ, ნადრევი ქორწინება მისაღებია? ჩემ აზრს თუ მეკითხებით, ნადრევი ქორწინება არ არის მისაღები არც წყვილებისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც მათი თანამედროვე შედეგებისთვის, თუკი ეს ოჯახში დაიბადება ბავშვი. თქვენ აზრით, მოზარდებში მნიშვნელოვანია ნადრევი ქორწინების მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი? რა თქმა უნდა, აუცილებელია. დიახ, და ამაზე სკოლამ ან ოჯახმა უნდა იზრუნოს? გასაკვირველია იმ გარემომ, სადაც ბავშვი იმყოფება. დიახ. საზოგადოებაში თამამად უნდა განიხილებოდეს და არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა ნაადრევ სექსუალურ კავშირებსა და აბორტის შესახებ. იცით რა, ამ ჩემი აზრით, აი ამ საკითხისადმი მიდგომა ცოტა ცალსახად არ შეიძლება. არ შეიძლება რომ ყველა მისაუბროს ამ თემაზე, ვისაც მოეწონება, ვისაც უნდა და ვისაც რაღაცა სურვილი აქვს. უნდა იყოს აუცილებლად ისეთი პიროვნების მიერ ეს საკითხი განხილული, რომელიც კარგად ერკვევა და რომელიც სწორ გზას და სწორ მიმართულებას მისცემს ამ საკითხზე. დიახ, თქვენ როგორ ვფიქრობთ, საზოგადოებაში თამამად უნდა განიხილებოდეს და არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა ნადრევ სექსუალურ კავშირზე და აბორტის შესახებ? აი ამ სითამამესთან დაკავშირებით გაჩნდა რა იგულისხმება. არის რატომაც ძალიან ცუდად იქნა გაგებული ეს თემა, რადგან არ არის სწორი მიმართულებით მსჯელობა. რა თქმა უნდა იცოდნენ მოზარდებმა და უნდა იცოდნენ ყველა 18 წელს მიუღწეულმა ადამიანმა რა შედეგი მოყვება ნადრევ ურთიერთობებს, რადგან როგორც ცნობილია, ნადრევ სქესობრივ ურთიერთობას გააჩნია ეს არის ნებაყოფლობით, არ არის ნებაყოფლობით, არის გარკვეული დაყოფა ამ საკითხებთან მიმართებაშიც, მაგალითად თუ 16 წელს მიუღწეულ პირთან წინასწარი შეცნობით გაქვს სქესობრივი ურთიერთობა, ეს იჯდება კანონით და მსგავსი ფორმულირება კანონით რა არის აკრძალული და რა არის დასაშვები, აუცილებლად ნადრევი საზოგადოება ნადრევ ფეხბურთის შემთხვევაში მოზარდს უბიძგებს აბორტისკენ. მოზარდ საზოგადოება რამდენად უბიძგებს აბორტისკენ, ეს ცალკე თემაა. ამ შემთხვევაში უკვე ბიძგი ცოტა რთული საკითხია ეს. მე ვფიქრობ, რომ ძირითად შემთხვევაში ეს ეხება სამწუხაროდ, რომ აბორტში ხედავენ გამოსავალს. გასაგებია. ბავშვი, რომელიც უკანონოდ არის შობილი, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ითვლება? რა თქმა უნდა ითვლება. ბავშვი მნიშვნელობა რა ბავშვი, როდესაც ის მოევლინება ქვეყანას, იგი არის საზოგადოების აბსოლუტურად სრულფასოვანი წევრი, ის არის ინდივიდი. თქვენ როგორ ვფიქრობთ, საზოგადოება მკაცრი არის თუ არა იმ მოზარდისადმი, რომელიც უცოდინრობისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი არის ნადრევ ქორწინების შედეგად? ამ შემთხვევაში საზოგადოების დამოკიდებულება მე ვფიქრობ უფრო შეიცვალა, უფრო მკაცრი იყო ამასთან დაკავშირებით. მიდგომა, საზოგადოების მიდგომა საერთოდ არის ხოლმე როგორც წესი ყოველთვის უფრო მეტად კრიტიკული, ვიდრე არის რეალურად სიტუაცია. სამწუხაროდ ესეა ძირითადად. გასაგებია. როგორ ვფიქრობთ, საზოგადოება მკაცრია იმ მოზარდისადმი, რომლებიც უცოდინრობისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი არიან ნადრევი ქორწინების შედეგად? მოზარდი გარკვეულწოდას უნდა იღებდეს ნადრევი სექსუალური კავშირისა და თანმიმდევრი შედეგების შესახებ? პირდაპირ. თქვენ როგორ ვფიქრობთ, არასრულწლოვნების მიერ შექმნილი ოჯახი მყარია? არასრულწლოვნის ფეხმძიმობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა იკისრება ორივე მხარეს. და თქვენ ჩართვებით აბორტის წინააღმდეგ მიმართულ აქცია კამპანიაში? ანუ თქვენ აი მაგალითად ჩაერთვებით აბორტის წინააღმდეგ მიმართულ აქცია კამპანიაში. ანუ თქვათ იყო ესეთი შემთხვევა, ჩაერთვებით თუ არა აბორტის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში? კი. კარგით, მადლობთ. ეხლა ანუ ბოლოს ჩვენ გვინდა რომ ანუ ბავშვებს ანუ არასრულწლოვანს მოგცეთ რჩევა ამასთან დაკავშირებით. ყოველთვის მოასწრებთ ოჯახის შექმნას, ყოველთვის მოასწრებთ ბავშვის ყოლას, ყოველთვის მოასწრებთ ერთმანეთთან ყოლას,
მე არა ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ არ გიყვარდეთ ერთმანეთი, არ ყავდეთ შეყვარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს ზომიერების ფარგლებიდან გასვლას. ამიტომ ჩამოყალიბდით, დაუჯერეთ დედებს, დაუჯერეთ ოჯახს, დაუჯერეთ თქვენს გარშემო უფროსებს და ამის შემდეგ დაფიქრდით, არ არის თამაში ოჯახის შექმნა, არ არის ოჯახის შექმნა აი სახლობანას თამაში, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის საქმე, გაათვით ცნობიერეთ და მერე შექმნით ოჯახი. ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, ეს უკვე დამტკიცებულია საუკუნეების მანძილზე და ამიტომ აი ამ საქმეს ზერელეთ ნუ შეხედავთ. გინდათ მოდეთ მომავალი, ბედნიერი და კარგი. ძალიან დიდი მადლობა. კარგად. ისურვებ